შიდა ქართლის ოკუპირებულ სოფლებში მცხოვრებ ქართველ მოსახლეობას ეგრეთ წოდებულ საზღვართან 100 მეტრის სიახლოვიდან საქონლის გადმოსადენად რუსი მესაზღვრეების ბეჭდიანი ბლანკით დამოწმებული ნებართვა დასჭირდებათ. ასეთივე ნებართვა ოღონდ უკვე ცხინვალის დე-ფაქტო რეჟიმისგან ხდება საჭირო ეგრეთ წოდებულ სასაზღვრო ზონაში მდებარე მიწის ნაკვეთებზე სასოფლო-სამეურნეო სამუშაოების ჩასატარებლად, ხოლო ამ ნებართვის მისაღებად მოსახლეობამ მიწის ნაკვეთის ფლობის დამადასტურებელი დოკუმენტი და ამავე ნაკვეთის სქემა უნდა წარმოადგინოს. რაც შეეხება ხონათესვასა და სხვა სამუშაოებს, ეგრეთ წოდებულ სასაზღვრო ზონაში ამისთვის ადგილობრივებმა ცხინვალში ან ზნაურში სამუშაოების დაწყებამდე მინიმუმ 3 დღით ადრე უნდა წარადგინონ თვითგამოცხადებული რესპუბლიკის შტამპიანი პასპორტი და ბინადრობის მოწმობა. ამასთან ამ აუცილებელი პროცედურების შემდეგაც შესაძლოა მათ უარი ეთქვათ, თუ კი ტერიტორია მოექცევა კონტრტერორისტული ოპერაციის ზონაში, ან იქ რუსი მესაზღვრეები რაიმე სახის, მათ შორის სამხედრო მოქმედებებს ატარებენ. ამ საგანგებო ზომების შესახებ ეგრეთ წოდებული სამხრეთ ოსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნული, რომელიც ამ თვითგამოცხადებული უწყების ვებგვერდზე გამოქვეყნდა. განცხადებაში ცალსახად მითითებულია, რომ სასოფლო-სამეურნეო სამუშაოების ჩატარების ნებართვის გაცემაზე უარის თქმის საფუძველი შესაძლოა გახდეს მომთხოვნი პირის მხრიდან წარსულში სასაზღვრო რეჟიმის არაერთხელ დარღვევის ფაქტი, რაც ადგილობრივი მოსახლეობისთვის დამატებითი პრობლემაა, რადგან კონფლიქტის ზონაში მავთულხლართებით გაყოფილ ტერიტორიაზე მცხოვრებ ადგილობრივ ქართველთა უმრავლესობას ბევრჯერ სასაზღვრო რეჟიმი ისე აქვს დარღვეული, რომ არც კი ჰქონდათ გაცნობიერებული თუ ცხინვალის დე-ფაქტო რეჟიმის მიერ მითვისებულ ტერიტორიაზე იმყოფებოდნენ. ამას გარდა ოკუპირებული ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე არის რამდენიმე სოფელი, სადაც მავთულხლართებს გადმოღმა ქართული ოჯახი ცხოვრობს, გადაღმაკი სახნავ-სათესი მიწა და ბაღები აქვს. ყველაფერთან ერთად პრობლემა ისიცაა, რომ მავთულხლართების ზონის მიმდებარე ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობის ნაწილს ბინადრობის, მიწის ნაკვეთის ფლობისა თუ ცხინვალის დე-ფაქტო რეჟიმის მიერ მოთხოვნილი სხვა დოკუმენტები უბრალოდ არ გააჩნიათ.